ბატონ პრემიერო, თქვენ ახსენეთ თქვენ შესავალ სიტყვაში და მეც მინდა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებულ საქმეს შევეხო, რომელიც ფარული კადრების გავრცელებით დაიწყო და მოგვიანებით გელა ხვედელიძის დაკავებით დასრულდა. თუმცა დაზარალებული ფარესიშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში ასევე ფიგურირებენ ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი. ქრონიკა პლუსის რედაქტორიც ითხოვს, რომ გამოძიების წარმართვის პროცესში ლაშა ნაცვლიშვილი აღარ იკავებდეს გენერალური პროკურორის მოადგილის თავმდეობას. თქვენ ვინ ითხოვს ამას კიდევ ქრონიკა? ქრონიკა პლუსის ხელმძღვანელი ელისო კილაძე, რომელმაც გუშინ ჩანაწერი გაავრცელა. დიახ. ფარული ჩანაწერი, აუდიო ჩანაწერი გელა ხვედელიძის. თქვენ ახლა ახსენეთ, რომ დავით კირვალიძე კულტურულად მოიქცა, როდესაც გამოძიების პერიოდში გადადგა. ფიქრობთ თუ არა, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში იგივე ნაბიჯი უნდა გადადგას ლაშა ნაცვლიშვილმა? როდის ჩაერთეთ თქვენ თვითონ ამ საქმეში, როდის მიიღეთ შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან ამ თემაზე ინფორმაცია და თქვენს პირველ შეფასებას დღეს როგორ შეაფასებდით? გულისხმობ გურია ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც თქვენ ამბობდით, რომ ამ საქმეში ნაციონალების ხელი ურევია. კი ბატონო. კარგი შეკითხვა. მეც კომპლექსური შეკითხვა და მეც შევეცდები კომპლექსურად გიპასუხოთ. დავიწყებ იმით, რომ გამოძიება გრძელდება, რა თქმა უნდა. ის რომ ელისო კილაძე და სხვაებიც აცხადებენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი უნდა გადადგეს. ამას არ აქვს არავითარი საფუძველი, ან გია ხუხაშვილს უნდა რაღაც მიესაჯოს. მე ძალიან ვთხოვ საზოგადოებას კარგად გაერკვნენ სიტუაციაში. ჯერ არც ერთი ბრალდება არ არის წარმოდგენილი მათი მხრიდან და აჟიოტაჟი გრძელდება უკვე რამდენიმე კვირა. ამ აჟიოტაჟის სვერპლი გახდა ზუსტად გელა ხვედელიძე. მის წინააღმდეგაც მათ არავითარი საბუთი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ როგორც ჩანს ის სუსტი პიროვნება აღმოჩნდა და გამოიყენა ის მასალები, რომელიც მოპოვებული იყო წინა ხელისუფლების მიერ და ის კანონის შესაბამისად დაიჯება კიდეც. და ის განცხადებები, რომ ამას აკეთებენ ჟურნალისტები, ჩემი აზრით, ნუ არ ვიცი რა სიტყვა ვეხმარო ისეთი რომ ჟურნალისტს არ ვაწყენინო, მაგრამ ჟურნალისტები ვერ გადაწყვეტენ და ცალკეული პიროვნებები ვერ გადაწყვეტენ, ვინ როდის უნდა გადადგეს და რატომ. მათ არ წარმოუდგენიათ დღემდე არც ერთი მასალა, გარდა ცარიელი აჟიოტაჟისა. გია ხუხაშვილი არაფერი არ არის იქ დანაშაულებრივი, იმავე ჩანაწერში, გარდა იმისა, რომ რუსტაიორი ძალიან ამახინჯებს ამ ჩანაწერებს და იმას, რასაც ამერეჯიბი საუბრობს, მიაწერს გია ხუხაშვილს, თუ იმ გელა ხვედელიძეს, დამელოდეთ პასუხს დაელოდეთ ძალიან გთხოვთ. თქვენ ჟურნალისტებს ჩემი აზრით არ ახართ თქვენ მარტო გამხმოვანებლები სხვისი აზრის. როდესაც თქვენ სხვის აზრს გადმოსცემთ, თქვენ ხდებით თანამონაწილე იგივე კითხვის. ჩემი აზრით ესეთია. შესაბამისად, ჯერ არც ერთი მაკომპრომეტირებული მასალა, არც ერთი მასალა იმისა, რომ გია ხუხაშვილი, გელა ხვედელიძე ან ლაშა ნაცვლიშვილი უნდა დაისაჯნონ, მათ არ წარმოუდგენიათ და საოცრებაა მთელი საზოგადოება დგას ხირაზე. არც ერთი საბუთი არ აქვს წარმოდგენილი და მათ მოუწევს ამ საბუთების წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხუხაშვილმა გააკეთა განცხადება უკვე, რომ მათაც მოუწევთ პასუხი აგონ ამ შანტაჟზე, რასაც ისინი იყენებენ. თუ გამოიყენებენ და მოიტანენ მასალებს, ჩვენ ამას ყველანი ვნახავთ, მაგრამ დღეს არავითარი საფუძველი არ არსებობს გარდა იმისა, რომ ჟურნალისტიკა, გარკვეული ნაწილი ჟურნალისტების ცდილობენ და ნაციონალური მოძრაობა ამას ახურებს და მოაქვთ ეს თითქოს ფაქტებია საგმანის იმისათვის, რომ ვინმე გადადგეს თანამდებობიდან. გელა ხვედელიძე შეეწირა მათ შანტაჟს და გააკეთა არაღირსეული ნაბიჯი და ის კანონის წინაშე შესაძლებლად პასუხს აგებს. გამოძიებაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ძალიან აქტიურობდა ლაშა ნაცვლიშვილიც და გელა ხვედელიძის დაკავებაში მათაც აქვთ წვლილი ორივეს. მე ვუნი ორივე ძალიან ღირსეულად მოიქცნენ და განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მისი მარჯვენა ხელი ესე ვთქვათ, როდესაც ნახა რომ კანონს არ ღვევს არ დაზოგა და მის ესალმებელია ეს და ესეც უნდა მოქცეულიყო. გია ხუხაშვილს უკვე დაურეკეს თუ გნებავთ ამ დონეზე ჩავიდე, გია მესაუბრა და დაურეკეს იგივე ელისო კილაძემ და ვეღაცემ და უთხრეს რომ შენთან უკვე აღარ გვაქვს პრეტენზია. გაათავისუფლეს უკვე გია ხუხაშვილი. და გიამ უპასუხა რა უქნე ახლა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემთან პრეტენზია აღარ აქვს. თუ როგორ მოიქცეო? ამდენი ხანია ტალახს სვრიდით და მთელ საზოგადოებაში ამომსვარეთ. არც ერთი ფაქტი არ აქვს დღემდე წარმოდგენილი. თქვენ ჟურნალისტები როდესაც სვავთ ესეთ კითხვებს, გადადგეს თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი, ისთვის უნდა გადადგეს ლაშა ნაცვლიშვილი? აი ამ მიპასუხეთ თქვენ თვითონ. რატომ უნდა გადადგეს ლაშა ნაცვლიშვილი? სადაა საფუძველი ამის? და როდესაც თქვენ კირვალიძესთან აკეთებთ პარალელს, აბსოლუტურად არასწორია. კირვალიძე სამინისტროს, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, რამდენიმე თანამდებობის პირია დაკავებული. და მას რა თქმა უნდა აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა ამაზე, გამოძიება დაადგენს, რამდენად ის პირდაპირ მონაწილეობდა თუ არა, მაგრამ მანამდე კულტურულად დაწერა განცხადება და გადადგა ამ კაცმა. მაგრამ რა შუაშია ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომა? იმიტომ რომ ელისო კილაძე სურს უნდა გადადგეს? თუ როგორ გონია თქვენ, აბა დამისაუბრეთ.
და მე დავსვი შეკითხვა იქიდან. თქვენ არ ახართ პოსტალიონი ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით ჟურნალისტი. კითხვას როდესაც სვავთ, მე ასე წარმომიდგენია ყველა ჟურნალისტმა გაიგიოს. თქვენ ხართ მონაწილე და თქვენ ხართ ვალდებული ამ კითხვის გამეორების. თქვენ ხო სუფლერი არ ახართ. თქვენ როდესაც კითხვას იმეორებთ, გარკვეულწილს არა, იკითხეთ მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს თქვენს მიმართ. მე უბრალოდ გიბრუნებთ. რატომ უნდა გადადგეს? მე ვიკითხე ასეთი რამ, შეიძლება თუ არა მას უფლება მოსილება შეუჩერდეს? რატომ? რისთვის? იმიტომ რომ ელისოგელაძე სურს. რადგანაც მის წინააღმდეგ აი ესეთი ბრალდებები. ელისოგელაძის ბრალდება სადაა? აბა მაჩვენეთ დადებული, სადაა? აბა რა ბრალდებაა? ის ამბობს რომ ნაწილი გადასცემს. ესე ელისოგელაძე თუ იტყვის უნდა გავათავისუფლოთ მთელი მთავრობა ხვალიდან. და დავაყენოთ რიგში, რასაც იტყვის ელისოგელაძე. ხო ესაა ჩვენი ჟურნალისტიკა? ესაა ჩვენი არა, ესე აღარ გაგრძელდება გენაცვალე. ნახეთ როგორ იქმედება, როგორ ვაშკაცურად მოიქცა შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორი ხელზე რა აქვს თავრობას. ყველაზე წარმატებული ჩვენი გუნდის წევრი არ დაუზოგეთ, როდესაც კანონს მან გადაუხვია. მაგრამ ესე არა რომ ვიღაცას მოუნდა და ეს ჩვენ დავითხოვოთ, ან არ დავითხოვოთ, ჭორაობის დონეზე არ მოიმართება სახელმწიფო. ესე არა. ჩვენ აი ეს კაციც კი შანტაჟს შეეწირა, მაგრამ კანონი დაარღვია და შესაბამისიც მიიღო და მიიღებს. ხედელიძე მყავს ხედელობაში, მაგრამ ეს ახლა განსაზღვროს რამდენიმე ადამიანმა მოუნდება თქვა და შანტაჟით კვირაობით ატრიალოს და მას ახვნენ ჟურნალისტიკა და ნაცები ამას ამაგრებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და ჩვენ გადაწყვეტილებმა არა ეს სახელმწიფო არ მოიმართება. კეთილი ინებეთ, კარგად გაიაზრეთ და მე საზოგადოებასაც მოუწოდებ რომ კარგ ანალიზს მიეჩვიეთ. ჩვენ კარგი გაკვეთილები გვიტარდება დღეს და არა ზოგი ჭირი მარგებელიაო, ძალიან კარგია დღევანდელი ოპოზიცია ყველაფერს თეთრის შავად წარმოჩენას კვეთრფერებში ამას ახერხებს. დააფიქრდით და კარგად გაანალიზეთ და კარგად მიიღეთ მონაწილეობა პროცესებში. რამე თუ ძალიან ხშირად მედიაც სოდავს, მაგრამ მედია უნდა იყოს თავისუფალი, მათ აქვთ გამოთქმის უფლება და ესეთი შესწორებების თქვენ უნდა გაგაღიზიანებთ. მე მაქვს ამის უფლება და საშუალება, რომ თქვენ შეგახსენებთ, როდესაც თქვენ კითხვას სვავთ, უნდა გაგაჩნდეთ საფუძველი მისი. რატომ უნდა გადადგეს? ეხლა მე თქვენ ჩაგიბრუნებთ. მე გითხებით, უნდა გადადგეს თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი? სადაა საფუძველი? აბა მითხარით. საფუძველი ალბათ გამოძიება უნდა დაადგინეს. ელისოგელაძე რომ ამბობს, იმიტომ უნდა გადადგეს? ხვალ რომ თქვენ თქვათ, მეც უნდა გადავდგეთ თქვენი აზრით? როგორ გონიათ? ბატონ ბიძინა, ფიქრობ რომ ეს გამოძიება უნდა დაადგინეს? აი ესას. აი მართალი ბრძანდებით და მეც მოხვებით. გამოძიება უნდა დაადგინოს, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. და არა ელისოგელაძე უნდა გადაწყვიტოს. ამდენი ხანია ლაპარაკობს და ვერც ერთი მასალა ვერ წარმოადგინა. მადლობთ. დიდი მადლობა. იმედით ამარ შეკითხვის დასმის უფლებას. მაგრამ მეც მაქვს უფლება პაგიპასუხოთ ისე როგორც მე მსურს და ნორმალურია. მე ხო არ საყვედურობთ. თქვენ დასვით შეკითხვა, მე თქვენ შეკითხვაზე რეაქცია გავაკეთებ.